სახელითა მამისა და დადისა და დასულისა წმინდისათა. ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა. რომელი არა არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. სახარება ძმანო მართლმადიდებელნო, მრავალგზის მოიყვანს ისრეთთა სიტყვათა ქრისტეთა, რომელნი არიან ერთობ მოკლედ, გარნა ძლიერ, აყვსებულნი უღრმესითა აზრითა და ურცელესითა სწავლით. ერთი ესრეთთა სიტყვათაგანი არის ეს მოკლე სიტყვა, რომელი არა არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. გონებ, რომ განმარტება იმ აზრისა, რომელსა იპყრობს ეს მოკლე თქმა, დარჩება სასარგებლოდ ჩვენთვის. მაშა სადამე შევიტყოთ, რას გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ამ სიტყვითა და მით შევავსოთ დღევანდელი ჩვენი ღვთისმსახურება. პირდაპირი, ანუ ასო აზრი მოყვანილისა სიტყვებისა არის შემდგომი. მაცხოვარი ეტყვის თვისთამსმენელს, ვინც არ მიიღებს ჩემს სწავლასა და სჯულსა, ვინც არ არის მოზიარე და თანახმა ჩემის აზრისა, იგი არის ჩემი მტერი. ეგრეთვე, რომელიც მიიღებს ჩემსა სწავლასა და არ აღასრულებს მას, რომელიც არ ცდილობს რომ შეიძინოს და გაამდიდროს თავისთვის სათნოებითა, რომელთა მე ვასწავლე, იგი წახდება სულიერად, გაღარიბდება, რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. აჰა პირდაპირი, ანუ ასო აზრი მოყვანილისა სიტყვისა. ახლა ის გამოვიკვლიოთ, რისთვის თქვა მაცხოვარმან ესრეთი ძნელი და ფიცხელი სიტყვა. განა არ შეიძლება ვინმე სწავლა ქრისტესი არ მიიღოს, მაგრამ მაინც არ იყოს მისი მტერი. გარნა კიდევ არ შეიძლება რომ კაცი არ შედგომილი მისთა მცნებათა და სწავლათა სხვა რომელიმე საშუალებით გამდიდრდეს სულიერად, ანუ კარგი, კეთილი კაცი შეიქმნას. ფიცხელი და მძიმე არის ეს თქმა ძმანო ქრისტიანებო, მაგრამ იგი არის მართალი და ჭეშმარიტი. პირველად სწავლა მაცხოვრისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული. მაშა სადამე, ვინც უარყოფს ამ სწავლასა, იგი უარყოფს ჭეშმარიტებასა, იგი უარყოფს თვით ღმერთსა. მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. მაშა სადამე იმ კაცს ჭეშმარიტებას ძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცისათვის. იგი ან უნდა იყოს ჭეშმარიტების მორჩილი, ან მტერი. ვინც მიიღებს და დაემორჩილება ჭეშმარიტებას, იგი არის ქრისტესთან. ვინც არა, იგი არის მისი მტერი. მეორე, მაცხოვარმან გვასწავლა ჩვენ ისრეთნი მცნებანი, რომელნი არიან უმაღლესნი და უწმინდესნი. კაცის ბუნების განათლება და აღდგენა და განწმენდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ასრულებს მცნებათა ქრისტესთან. მაშა სადამე, ვინც არის ჭეშმარიტი აღმასრულებელი ქრისტეს მცნებათა, იგი გამდიდრდება სულიერად. ვისაც არ ახსოვს ქრისტეს მცნება, ვინც ცხოვრობს თავის ცოდვილ ზნებაზე, იგი განაბნევს სულიერსა ღირსებას. რომელი არ არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. კაცის ბუნებასა ძმანო ქრისტიანებო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს, აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა ორნი კერძონი კაცის ბუნების. აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა იესო ქრისტეს აზრისა და სწავლის. მოქმედებითა, ანუ ნებითა შენითა, უნდა იყო თანამშრომელი და თანაშემწე მისი. მაშა სადამე, იცი ძმაო, რას გიბრძანებ შენ მაცხოვარი ამ სიტყვებით, რომელი არა არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. გიბრძანებს პირველად სწავლასა, განათლებასა ჭკუისასა, ანუ აზრისასა და მერმე გიბრძანებს შრომასა და მუშაობასა. რა სახით იქნება იესო ქრისტეს აზრისა თანახმა და მოზიარე, თუ პირველად არ შეიტყვე, რას ასწავლი და იგი, თუ არ გაანათლე გონება შენი ყოვლით ამისი და სწავლით, თუ არ შეგიძლია გაარჩიო ჭეშმარიტი აზრი ცრუ აზრისაგან, თუ არ შეგიძლია დააფასო ქრისტეს სწავლა, ასწონო იგი და იგრძნო,
რა დიდი საუნჯი არის სახარება და ვითარ უმჯობეს არს იგი ყოველთა კაცობრითა სწავლათა. მაშა სადამე მაცხოვარი მოითხოვ შენგან სწავლასა, ჭკუის განათლებას. კიდევ გაგიმეორე, თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულიდან. მაშა სადამე ეცადე ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლით. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს სწავლით. უსაშინელესი მტერი კაცისა, მისი დამღუპელი და წამხდენი არის უმეცრება და უსწავლელობა. ეს ჩვენი ქვეყანა იღუპება უმეცრებითა და უსწავლელობით. ნახევარი ნახევარზე მეტიც, რაც მოხდება ამ ჩვენს ქვეყანაში, ბოროტი საქმე, ჭუბი, კაცისკლა, ფურდობა, სიცრუე, ფიცის გატეხა წარმომდინარეობს უსწავლელობისაგან. უმეცერსა და უჭკუოსა კაცსა არაოდეს არ შეუძლია ქრისტეს თანაყოფნა. მაშა სადამე თუ გსურს ქრისტესთან ყოფნა, შეუდექი სწავლასა და ჭკუის განათლებას. არ დავმალავ, რადგანაც მართალია, რომ ზოგიერთი სწავლული კაციც უარყოფს ქრისტეს ჯულსა. არის ურწმუნო და წინააღმდეგი სახარებისა. გარნა ესრეთი სწავლა არის ცრუ და არაჭეშმარიტი. ამასთანავე უმეცრება და უსწავლელობა მაინც უმეტესად უშლის კაცის მიახლებასა ქრისტეს. მისთვის, რომ უმეცარი ვერ შეიგნებს, რა იარ სწავლა სახარებისა, ხოლო განათლებულს შეუძლია დააფასოს იგი და ოდესმე მიიღოს მისი სწავლა. უმეცარ კაცს, ნაცვლად ჭეშმარიტისა ქრისტეს აზრისა, გული აქვს ავსებული მარტო ცრუ აზრითა და წარმოდგენითა და ფიქრით, რომელი არა შეკრებს შემთანა იგი განაგებს. ცხადია, რომ ამ სიტყვებით მაცხოვარი შენ გასწავლის შრომას, მუშაობას. კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმინდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწეობა უნდა. წმინდათა მამათა უდაბნოსა შინა მცხოვრებთან, რასაკვირველია ჩვენზე უკეთ ესმოდათ, რა სახით უნდა სხონდეს კაცი და რას გვასწავლიდნენ, როგორ ცხოვრობდნენ იგინი, როგორც რომ გამოვიდოდნენ წირვიდან ან ცისკრიდან, მაშინვე დაიწყებდნენ მუშაობასა. ერთ წამს უქმად არ გაატარებდნენ, თავის თავს თავის ხელის ნაშრომით არჩენდნენ. ახლაც ისე იქცევიან მთაწმინდას მრავალნი მამანი. ლოცვას რომ მოამთავრებენ, მუშაობას დაიწყებენ. მუშაობას რომ დაამთავრებენ, ლოცვას შეუდგებიან. ერთი სიტყვით, ვისაც კი ესმის, რა სახით გვასწავლიდა ჩვენ მაცხოვარი, იმან იცის, რა დიდი მადლი აქვს შრომასა და მუშაობასა. ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი ქრისტიანი არ არის. ვინც თავის შრომით არ არჩენს თავის თავს, ვინც ცხოვრობს და რჩება სხვისი ნამუშევრით და შრომით, იგი ამაოდ ამძიმებს დედამიწასა. ამინ. შეგვეციოს გაბრიელ ეპისკოპოსი. კიდევ ერთი ძალიან კარგი დარიგება მინდა მღვდელმთავრის მიერ თითოეული ჩვენთაგანისთვის. აი ამ უბედურებას, რაზეც აქ გაბრიელ ეპისკოპოსი საუბრობს, თითოეული ჩვენთაგანი დღეს ჩვენ თვალწინ ხედავთ. ნახეთ როგორ ამბობს მინდა მღვდელმთავარი, რომ ჩვენს ქვეყანაშიო, რაც კი რამ უბედურება ხდება, ეს ყველაფერი ხდებაო ნახევარზე მეტიც კი ეს უბედურება ხდება ყველაფერი გაუნათლებლობისგან, უსწავლელობისგან. ეს მართლაც ესეა. და ვინც აი ჩემი ასაკის ხართ და ჩემზე უფროსები, დაინახავთ თუ რა მოხდა ამ ბოლო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, 30-35 წლის განმავლობაში. პირველი, რასაც დღეს უკვირდება ადამიანი, შეესწრო, გაიარა 90-იანი წლები ეს გარდაქმნები, რეფორმები, რომელიც თითქოს და ჩვენი ერის განათლებას უნდა მომსახურებოდა, ჩვენ ვატყობთ, რომ პირველი მტერმა დაარტყა სწორედ ჩვენ შვილებს და მათ განათლებას. და დღეს სამწუხაროა, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ განათლება საქართველოში არის ფაქტობრივად მკვდარი. ჩვენი შვილების განათლება, რა ვიცი, თუ სადღაც ესეთი ძალიან სერიოზულ ფასიან სკოლაში არ ატარებ ბავშვს, კერძო სკოლაში, იქაც ძალიან სერიოზულში, უმთავრესად განათლება როგორც ესეთი არ არსებობს. ჩვენმა შვილებმა არ იციან არც ჩვენი ქვეყნის ისტორია, არც მსოფლიოს ისტორია. და ბავშვმა თუ ისტორია არ იცის, ბავშვმა კი არა, ადამიანმა თუ ისტორია არ იცის, ის
ასეთ ადამიანს საერთოდ ყველაზე ჭკვიანი გონია საკუთარი თავი და ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა და სხვას არ არის. აქედან გამომდინარე, ალბათ დღესაც ჩვენი მშობლების მთავარი საზრუნავი ისევ და ისევ უნდა იყოს ჩვენი შვილების განათლება, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლას ამაში ვერ მივენდობთ. არა იმიტომ, რომ თქვათ იქ მასწავლებლებს არ უნდათ რომ ბავშვებს ასწავლონ, მაგრამ უბრალოდ თვითონ პროგრამა ისეა შედგენილი და ისე მიდის იქ განათლება, რომ იმას განათლება არ ქვია ყოველ შემთხვევაში. და ნახეთ რა ხაზგასმას აკეთებს გაბრიელ ეპისკოპოსი, რომ თუ ადამიანი აი განათლებას სწავლას არ მიეჩვია და საკუთარი გონების წვრთნას არ მიეჩვია, ის რა თქმა უნდა მერე რაღაც ახლა სასწაულებრივად არ მოინდომებს ახლა არ სახარების შესწავლას. იმიტომ რომ სახარების შესწავლა ხომ გაცილებით უფრო რთულია ვიდრე თქვათ იგივე მათემატიკის და ფიზიკის სწავლა. იმიტომ რომ სახარების შესწავლა ეს იგივე ადამიანმა საკუთარი სული გამოიკვლიოს, საკუთარი ფსიქიკა გამოიკვლიოს, როგორ მუშაობს ადამიანის გონება. ეს ურთულესი საქმე არის, ურთულესი შრომა არის და ამას ესე ადამიანი თუ ის ბავშვობიდან არ მიეჩვია ამ საქმეს, რა თქმა უნდა გამორიცხულია ვერ შეძლებს და ამასაც თვალნათლივ ხედავთ ჩვენ. უმრავლესობა უმიწყენთ ბუდიშ გიხდით, მაგრამ უმრავლესობა ვინც თუნდაც აქ ამ ტაძარში დადის და ეკლესიაში დადის, მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რასაც აქ მოისმენს და იმასაც ზერელით. და უმრავლესობას გონია რომ ეს საკმარისია. ერთმუნეთ ეს არ არის საკმარისი. ეს მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თვითონ სახში ცდილობს ასევე იშრომოს საკუთარი სულის განათლებას. სხვანაირად გამორიცხულია გამიჯერა. ნახეთ დღეს როგორ ამბობს ხო გაბრიელ ეპისკოპოსი, ძალიან ფიცხელი სიტყვა არისო. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერი არის. ეს როგორ განგვიმართა წმინდა მღვდელმთავარმა, რომ ვინც არ მეთანხმება მე ყველაფერში ჩემს აზრებს და სიტყვებს, ვინც არ ფიქრობს ისე როგორც მე ვფიქრობ, ვინც არ ლაპარაკობს ისე როგორც მე ვლაპარაკობ, მაცხوارი ამბობს, ის არის ჩემი მტერი. ნახეთ როგორი ფიცხელი სიტყვებია, ჩვენ რამოდენიმე კვირის უკან მოვისმინეთ სახარებიდან ასევე ერთი ეპიზოდი გაგახსენებთ, სადაც უფალი ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც უფალი დახშავს კარებს და მერე დადგებით და დაიწყებთ კაკუნს კარებზე და ძახილს, რომ უფალო განგვიღე, მე გეტყვით, არ გიცნობთ ჩემგან განმეშორებით. აი დღევანდელი სიტყვები სწორედ აი იმ სიტყვებს უნდა დაუკავშიროთ და მაშინ მიხვდებით, რა სავალალო შედეგი ღმერთმა დაგვიფაროს. შეიძლება მოყვეს ადამიანის თავნებობას და დაუდევრობას. კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ადამიანს დღეს თანამედროვე კაცს ნებისმიერ რაიმე მცირე საკითხზე რომ შეეკითხო, აზრი შეიძლება დაფიქრდეს, თქვას რომ ვიცა მაგი მე არ მისწავლია, თქვა არ ვიცი ეს როგორ არის, მაგრამ აბა ერთი კითხეთ სულიერი ცხოვრების შესახებ, ღმერთის შესახებ, ყველა ისე თამამად ვლაპარაკობთ ჩვენ აზრებს, თითქოს აქაც არაფერიო და არავინ ამაზე პასუხს არ მოგკითხავსო და თითქოს ამაში თუ შეცდომას უშვებთ, დიდი არაფერი არ არის. ვის აინტერესებს ახლა მე რას ეს აზრი გვაქვს ხოლმე ხანდახან თავში, რომ არა უშავს თუ მეშლება ახლა ვის აინტერესებს ახლა მე ვინა ვარ პატარა ადამიანი. არა და ნახეთ მაცხوارი რას გვეუბნება, რომ თუ შენ არ ფიქრობ ისე როგორც მე ვფიქრობ, შენ არ ლაპარაკობ ისე როგორც მე ვლაპარაკობ. და თუ შენ არ ცხოვრობ ისე როგორც მე ვცხოვრობ, მაშინ შენ ჩემი მტერი ხარ და განაბ შენს ქონებას. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი იქ რომ არ აღმოჩნდეთ კარების მიღმა და მე არ ვეხვეწოთ უფალს, რომ უფალო, როგორ კაცო ჩვენთან ერთად ჭამდი, ჩვენს ქუჩებში დადიოდი. ეხლა როგორ გვეუბნები რომ არ გვიცნო. მაცხوارმა იქ სახარებაში კიდევ ერთხელ უმეორებს, მეორეჯერ უმეორებს და ეუბნება, ამენ გეტყვით თქვენ არ გიცნობთ, განმეშორნით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისა. უსჯულოება რა არის? ნებისმიერი საქმე და სიტყვა და ფიქრი, რომელიც ქრისტეს სიტყვას, საქმეს და ფიქრს ეწინააღმდეგება.
ყველაფერი ეს არის უსჯულოება. ამიტომ აუცილებელია, სავალდებულოა ყველა ჩვენთაგანისთვის სახარების კითხვა ყოველდღიურად. მინდა მამათა კითხვა ყოველდღიურად. ხოლო სახარება იცით რატომ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ სახარება ჩვენგან ძალიან შორს, უბრალოდ ჩვენ ვართ სახარებისგან ძალიან შორს. და ხშირად შეიძლება მასში გადმოცემული აზრი ცდარად გავიგოთ. ცდარად აღვიქვათ. ამიტომ აუცილებელია იმ მამების კითხვა, ვინც სულიწმიდით იყვნენ გაბრძნობილნი და რომლებიც განმარტავენ თუ რას წერია სახარებაში. მაცხოვარი ამა თუ იმ სიტყვას რომ გვეუბნება, რას გულისხმობდა ამის ქვეშ. აუცილებელია ამის გარეშე ცხონება წარმოუდგენელი. და ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, რა ნიშნავს, როდესაც ვამბობ ცხონება შეუძლებელია. ანუ ადამიანის სასუფეველში მოხვედრა შეუძლებელია. ადამიანი მინდა წერილის ცოდნის გარეშე, ღვთის სიტყვის ცოდნის გარეშე ჯოჯოხეთის კერძი გახდება, იმიტომ რომ იოლია მას ის უკვე მარტო რჩება ეშმაკთან. ეშმაკთან მარტო დარჩენილი ადამიანი აუცილებლად მოტყუდება, ჩვენ ეშმაკს ვერ გაუმკლავდებით. ვერც სიტყვით და ვერც სიბრძნით, ვერც ფიქრში ვერ ვაჯობებთ და ვერაფერში ვერ ვაჯობებთ. ერთადერთი საშუალება არის თუ შეიარაღებული ვიქნებით ღვთის სიტყვით. აი თუ გახსოვთ მაცხოვარი რომ გამოსაცდელად გავიდა უდაბნოში ეშმაკისგან. წარმოიდგინეთ, ეშმაკი როგორი თავხედია, ეცადა თავად მაცხოვარიც კი შეეცდინა. მაგრამ მინდა გაგახსენოთ, ნახეთ, ყველა ჯერზე მაცხოვარი უკუაგდებდა სატანას ცდუნებას წმინდა წერილიდან. პირველი რო უთხრა, რომ თქვა, აიღე ქვები და ბრძანე, რომ პურად გადაიქცე, შენ ხო შეგიძლია. რას ეუბნება, ნახეთ, მაცხოვარი, რომ არა პურითა, ხოლო ცხონდების კაცი. წმინდა წერილიდან მოყავს ციტატა და ყველა ჯერზე წმინდა წერილიდან მოყავს მაცხოვარს ციტატა. ნახეთ, ამით რისი თქმა უნდა ჩვენთვის, რომ ნებისმიერ ეშმაკის შემოტევას ადამიანი შეძლებს რომ გაუძლოს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვით. და თუ არ იცი ღვთის სიტყვა, მაშინ ვერ გაუმკლავდები და თუ ვერ გაუმკლავდები, მაშინ უკვე მისი კერძი და მონა ხდები. მერთმა შეგვაძლებინოს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ მცირედი შრომა ვიტვირთოთ საკუთარ თავზე თითოეულმა ჩვენთაგან. სულ მცირედ დავიწყოთ. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა ერთბაშად დიდი ტვირთი დაიდოს და აუცილებელი კი არა, სუდიც არის, იმიტომ რომ ვერ შეძლებს და შემდგომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ამიტომ აი ძალიან გთხოვთ, იქნებ დღეიდან, ხვალიდან თუ დაიწყებთ, ამას ვერასდროს ვერ დაიწყებთ. ეს ხვალე არ დამთავრდება არასდროს. დღეიდან შეეცადეთ, რომ მცირედი მაინც რაღაცა წესად შემოიღოთ ყოველ დღე. ძალიან მცირე, თითო გვერდზეა ლაპარაკი, ორ გვერდზე, აი რაღაც წესად აქციოთ. ერთი გვერდი სახარება, აი ერთ თავს ვერ კითხულობ, ერთი გვერდი წაიკითხე. რაღაცა მამათა ნაშრომებიდან ერთი გვერდი. მეტი არ არის, არა, კარგია რა თქმა უნდა, რაც მეც წავიკითხავთ, მაგრამ თუ ადამიანი თავის ძალების მიხედვით ამას გააკეთებს დროთა განმავლობაში, გამერწმუნეთ, ისე უცბად დაინახავ საკუთარ თავს, რომ დღის განმავლობაში რამოდენიმე საათი კითხულობ შეიძლება, რომ თვითონ აზრზედაც ვერ მოვა. და ნახავთ, რამხელა სარგებელს მოიტანს თითოეული თქვენთაგანისთვის ეს საკითხავი. იმიტომ რომ ამ კითხვის გარეშე კიდე ერთხელ გავმეორდები, ვერ დავიცავთ უბრალოდ ის მცნებას. გამორიცხული. ყველა მამა ამას ამბობს, რომ თუ უნდა ადამიანს რომელიმე სათნოებას მიეჩვიოს, ამისთვის აუცილებელია ლოცვა, წმინდა წერილის კითხვა და წმინდა მამათა კითხვა. ამის გარეშე ადამიანი ვერცეთ სათნოებას ვერ მიეჩვევა და ვერ შეასრულებს. მერთმა შეგვაძლებინოს, რომ ეს მცირედი შრომა ვიტვირთოთ ჩვენი სულის ხონებისათვის თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ მერე გვიანი არ იყოს. კიდე ერთხელ გაგიმეორებ, კარები რო დაიკეტება, მერე ის კარები აღარ დაიღება. ეს სწავლებაა მაცხოვრისა, რომელმაც
გვითხრა თავისი პირით, რომ ცა და დედამიწა წარხდება, მაგრამ ჩემი სიტყვები არ წარხდება, ჩემი სიტყვები ასრულდება. მაცხოვარი ამბობს, რომ ის კარი რომ დაიკეტება, მერე იმას აღარავინ აღარ გაახებს. ვინც არ უნდა იდგეს იმ კარის მიღმა, ის კარები აღარ გაიღება. ღმერთმა რა გვიფაროს, რომ აი ამ დაკეტილი კარების მიღმა აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი და ნებისმიერი ადამიანი. ღმერთმა დაგლოცო და გაგო.